მე მინდა ახლა რომ ჩვენს ტელემაყურებელს ვაჩვენოთ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი მნიშვნელოვანია ჩვენერ ჩვეულებრივი ადამიანების მაგალითზე ვნახავთ რა შედეგებს მივიღებთ თუ კი ეს სრულიად კატასტროფული დრაკონული აღარ ქვია ამას საკანონმდებლო პაკეტი იქცევა კანონად. მოდი დავიწყოთ ახლა და აი კონკრეტულად მივყავთ. მაგალითად პირველი ფერმერი და უცხოელი მეღვინის კონსულტაცია. წარმოიდგინოთ ბატონი ვანო მეღვინე კახეთიდან სიტუაცია ასეთია. ვანოს მარანს იტალიელი ტურისტი ეწვია, რომელიც მეღვინე აღმოჩნდა. შეპირების საბემ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მან ვანოს ელექტრონული პოსტით გამოუგზავნა მასალები. ევროკავშირის საექსპორტო რეგულაციების გზამკვლევი, დისტრიბუტორთა კონტაქტები და მარკეტინგული რჩევები. ვანომ ეს მასალები თანასოფლელ მეღვინეებს გაუზიარა და მათზე დაყრდნობით ისაუბრა, რომ სახელმწიფოს საექსპორტო პოლიტიკა ხელს უშლის მცირე მარნებს განვითარებაში და აუცილებელია მიდგომების შეცვლა. შედეგი ამ კანონპროექტის კანონაქცევის შემთხვევაში იტალიელისგან მიღებული მასალები გრანტია, რასაც ვანოს მთავრობის წინასწარი ნებართვა უნდა აეღო. ვინაიდან ვანომ ეს გრანტი გამოიყენა საზოგადოების ნაწილზე გავლენის მოსახდენად და სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლაზე მსჯელობისთვის, ვანოს ემუქრება 6 წლამდე ციხე, რადგან მან გრანტი მთავრობის ნებართვის გარეშე მიიღო. კიდევ ერთი მაგალითი. ემიგრანტი დედა და აკრძალული ჭყალებში რა თქმა უნდა საჩუქარი. ქალბატონი ნანა მოხუცის მომვლელი ქალბატონმა ნანამ საბერძნეთიდან შვილს გამოუგზავნა მეორადი ლეპტოპი, რომელიც მის შვილს იმ ოჯახის წევრმა აჩუქა, აი უცხოეთის მოქალაქემ, ვისაც ის ზუვლის, სადაც ნანა მუშაობს. შვილმა, რომელსაც დედა ძალიან ენატრებოდა, ლეპტოპი გამოიყენა ინფორმაციის მოსაძიებლად, რის შემდეგაც შექმნა პეტიცია და მოითხოვა სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლა ემიგრანტების დასაბრუნებლად და მათთვის სპეციალური რეინტეგრაციის პროგრამების შესაქმნელად. შედეგი ამ კანონის მიხედვით ეს გრანტია, რომლის მიღებასაც მთავრობის წინასწარი თანხმობა სჭირდებოდა. ვინაიდან ეს რესურსი მოხმარდა საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენასა და საშინაო პოლიტიკის, ამ შემთხვევაში ემიგრაციის მართვის სტრატეგიის შეცვლის მცდელობას, ქალბატონი ნანოს შვილს ემუქრება 6 წლამდე პატიმრობა, რადგან გრანტი მთავრობის ნებართვის გარეშე იქნა მიღებული და გამოყენებული. კიდევ ერთი მაგალითი. პაციენტი და აკრძალული, მიუწვდომელი მედიკამენტი. ასეთიც ბევრი შემთხვევა ვიცით ჩვენ. ბატონი დავითი იშვიათი დაავადების მქონე პაციენტია. სიტუაცია ასეთია, დავითმა უცხოური საქველმოქმედო ორგანიზაციისგან უსასყიდლოდ მიიღო ძვირადღირებული მედიკამენტები. მან ეს რესურსი გამოიყენა სატელევიზიო სიუჟეტში, სადაც აჩვენა წამლების ეფექტურობა და მოუწოდა ჯანდაცვის სამინისტროს შეცვალოს პოლიტიკა და დააფინანსოს აღნიშნული მედიკამენტები ყველა პაციენტისთვის. ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, ოცნების ბიზნეს კანონის შემთხვევაში, ეს არის გრანტი, რომლის მიღებასაც მთავრობის წინასწარი თანხმობა სჭირდება. ვინაიდან ეს გრანტი მოხმარდა საქმიანობას, რომელიც მიმართულია ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკის შეცვლისკენ. ბატონ დავითს ემუქრება 6 წლამდე ციხე, რადგან მან გრანტი მთავრობის ნებართვის გარეშე მიიღო. კიდევ ერთი მაგალითი, მძღოლი და ვიდეო რეგისტრატორი. ბატონი ალეკო ტაქსის მძღოლი. სიტუაცია შემდეგი. ალეკოს უცხოეთში მცხოვრებმა მეგობარმა, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეა, მაღალი ხარისხის ვიდეო რეგისტრატორი აჩუქა. ალეკომ ამ აპარატური დააფიქსირა ავარიული გზები და სახიფათო საგზაო მონაკვეთები. კადრები ინტერნეტში ატვირთა, გაავრცელა და Facebook Live-ით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მერიას რეაგირებისა და მეტი ეფექტიანობისაკენ მოუწოდა. შედეგი ბიზნეს კანონის შემთხვევაში ეს არის გრანტი, რომლის მიღებასაც მთავრობის წინასწარი თანხმობა სჭირდება. ვინაიდან ეს გრანტი მოხმარდა საქმიანობას, რომელიც მიმართულია ინფრასტრუქტურისა, გაუმჯობესებისა და საგზაო უსაფრთხოების მართვის პოლიტიკის შეცვლისკენ. ბატონ ალეკოს ემუქრება 6 წლამდე ციხე, რადგან მან გრანტი მთავრობის ნებართვის გარეშე მიიღო. კიდევ ერთი მაგალითი, ძალიან გავრცელებული ასე ვთქვათ, მცდელობები ახალგაზრდების განსაკუთრებით და არა მარტო, პოდკასტერი და კანონგარეშე დონაცია. კანონგარეშე ბრჭყალებში. ნატა სტუდენტი ახალგაზრდა, ნატას პოდკასტს უცხოელმა მსმენელმა დონაციის სახით $50 ჩაურიცხა. ნატა მამფულით ინტერნეტის გადასახადი გადაიხადა და მორიგ პოდკასტში ისაუბრა სტუდენტების დასაქმებისა და საერთო საცხოვრებლების პრობლემებზე, რითაც გააკრიტიკა არსებული მიდგომა. შედეგი
ბიზნეს კანონის მიხედვით ეს გრანტია, რომლის მიღებასაც მთავრობის წინასწარი თანხმობა ჭირდება, ვინაიდან ნატამ ეს გრანტი გამოიყენა საზოგადოებრივ საკითხებზე პოზიციის გამოსახატად და სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლაზე, შესაბამისად მას 6 წლამდე ციხე ემუქრება, რადგან მან გრანტი მთავრობის ნებართვის გარეშე მიიღო. და კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან და ამით მორჩები და გადავალ საბასთან. ფიტნეს ბლოგერი და ჯანდაცვის სტანდარტი. ტრენერი თორნიკემ უცხოური ბრენდისგან საჩუქრად მიიღო სპორტული დანამატები, პროტეინი და რაღაც კიდევ სხვა ვიტამინები მიმოხილვისთვის. ვიდეოში მან თქვა, რომ ეს პროდუქტები საქართველოში ძალიან ძვირია და მოუწოდა სახელმწიფოს შეცვალოს საბაჟო პოლიტიკა და წესები, რათა ხალხს ჯანსაღი კვება უფრო იაფად გაუზარდოს. ხო, თქვი იცით, რომ 300 ლარზე უფრო მეც თუ რამეს გამოიწერთ, გიწევთ გადახდა ყველაფრის მაშინ, როდესაც ივანიშვილმა თავისი ოქრო შემოსატანად და ნახატების კანონის შეცვალა მთლიანად, ხო, არაფერი რო არ გადაიხადოს. მოკლედ, ამ კანონის მიხედვით, რომელიც ჯერ კანონპროექტია, ბიზნეს მომავალი კანონის მიხედვით, ეს არის გრანტი. ვინაიდან თორნიკემ ეს რესურსი გამოიყენა საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად და სახელმწიფო პოლიტიკის, ამ შემთხვევაში საბაჟო ჯანდაცვის რეგულაციების შეცვლა მოითხოვა. როგორ გაბედა? მას ემუქრება 6 წლამდე ციხე, რადგან გრანტი მთავრობის ნებართვის გარეშე მიიღო.